იმერეთის რეგიონის 11 რაიონში ყველა საარჩევნო უბანი დილით 8 საათზე გაიხსნა არჩევნები ყველა წესის დაცვით დაიწყო ამ დრომდე რაიმე დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 12 საათის მონაცემებით რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობა 15.64%-ს შეადგენს. 160,000 ამომრჩეველმა დღეს ქუთაისში 25 კაციანი საკრებულა უნდა აესჯოს, მათგან 15 პროპორციული, ხოლო 10 მაჟორიტარული წესით იყრის კენჭს. Ვასაძე დაიწყო კენჭის ხრა, ამ პერიოდისათვის აქტივობა არც თუ ისე დაბალია, რამდენიმე უბანზე ვიყავი, რამდენიმე ხალხი მოდის ჩვეულებრივ. გარასატანყუთებით მისაცემი ხმის ამომრჩევლები უკვე დაფიქსირებული არიან და დილის 9 საათიდან გავიდა უკვე გარასატანყუთების საარჩევნო უბნებზე. პრობლემა იყო უბრალოდ დეტექტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მქონდა სარეზერვო დეტექტორები და ყველა უბანი უზრუნველყოფილია შესაბამისი დეტექტორები და პროცესი გრძელდება კენჭისყრის ჩვეულებრივ. აბსოლუტურად ნორმალურად ძალიან და ძალიან წყნარად. მე პირადად არ დამინახია, სიმართლე გითხრათ. და ვერც ვიტყვი იმას, რომ რაიმე დარღვევა და რაიმე ისეთი ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ყველაფერი. ამ დროისათვის არჩევნები მიმდინარეობს ჩვეულებრივიდან და არანაირი დარღვევას არ ქონია ადგილი. აქტივობა საშუალო რა.